გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. ბრიუსელი რიტორიკას არცვლის და ისევ პირობებს უყენებს თბილისს. განცხადება, რომელიც მარტაკოსისაგან მოვისმინეთ, არის სამაგალითო, როდესაც უნდა ასწავლო ან ლექცია დაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ, თვალთმაქცობა პოლიტიკაში. გეოპოლიტიკური ძვრების წინაშე მდგარი ევროკავშირი და კომისარ მარტაკოსის იგივე დიდაქტიკური ტონი. ტერორისტი მამაშვილი. ხედავდი დაჭრილ 8 წლამდე ბავშვს დედასთან ერთად, რომელიც ვეღარ გარბოდა. ყვირილი და ტირილი ისმოდა ყველა მხრიდან. 40 დაჭრილი, 15 მოკლული და 1 გმირი. 10 წუთიანი ჯოჯოხეთის სიდნეის ცენტრში. ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაშია. მასობრივი მკვლელობა ხანუკის დღესასწაულზე. 1 2 3 ლივერპულში დაწყებული ზღაპარი. The demand on us was tremendous. ლეგენდარული ჯგუფის ახალი ბიოგრაფიული ფილმი. ეს ამბავი უკვდავია, ისტორია ბიჭებზე, რომლებიც საერთო ოცნებამ გააერთიანა. ბითლსის ანთოლოგია. დღემდე უცნობი კადრები და ისტორიები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 15 დეკემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. დაიმსხვრა თუ არა საბოლოო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების ილუზია, ნატოს თმობს ტერიტორიებს არა, ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც დასრულებულია. პროგრესი ერთი სიტყვით 100 აფასებენ ბერლინის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ ზელენსკი, მერცი, ვიტკოფი და კუშნერი. საერთაშორისო მედიაში აქტიურად იწერება, რომ ვაშინგტონი კიევზე მთავარ ზეწოლას დონბასის დათმობაზე ახორციელებს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა დათმოს ყველაზე ძლევამოსილ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხი. ეს სწორედ ის ულტიმატუმია, რომელიც ომის დაწყებამდე დააყენა ვლადიმერ პუტინმა. კიევი 4 წლიანი ომის შემდეგ დათანხმდა, რომ არ გადაკვეთოს მოსკოვის მიერ გავლებული წითელი ხაზი, თუმცა ზელენსკი აცხადებს, რომ ნატო თავად არ არის მზად უკრაინისთვის. ნატო არა დახმარება კი ასეთია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პოზიცია. ფაქტია, რომ ნატო რუსეთთან ღია კონფრონტაციას ერიდება და ამიტომ კიევის მოთხოვნაც გახდა მხოლოდ სიმბოლური და მიუწვდომელი მიზანი. ტრანსატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა ვერ გაბედა ფარი გადაეფარებინა უკრაინისთვის. გაბედავენ თუ არა ახლა ცალკეული ქვეყნები ნატოს მეხუთე პუნქტის მსგავსი გარანტიები მისცენ ომში მყოფ უკრაინას და არიან თუ არა მზად ამერიკა, ბრიტანეთი ან საფრანგეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში ომში ჩაერთონ უკრაინისთვის. მოკლედ 2008 წლის ბუქარესტის ჩანაწერი ქაღალდზე რჩება და ჯერაც გაურკვეველია მოუწევს თუ არა უკრაინას ნატოს გარდა ტერიტორიულ მთლიანობაზეც თქვას უარი. გერმანიის კანცლერის რეზიდენციაში ომის დასრულების საკითხზე ვაშინგტონის და კიევის მოლაპარაკებებისას ამერიკულმა დელეგაციამ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა განახორციელა. ფრანც პრეს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა უკრაინის პრეზიდენტისგან დონბასის დათმობა ღიად მოითხოვეს. ოკუპირებული რეგიონების დათმობაზე და კონტროლირებადი ტერიტორიის ჩაბარებაზე კიევი ვაშინგტონს არ თანხმდება. ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, უკრაინამ სამშვიდობო გეგმაში დონბასიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესაძლებლობა გამორიცხა. ტერიტორიის დათმობისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტი თანახმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დათმოს. უკრაინის კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანზე უარის თქმის მიზეზი ზელენსკიმ მედიისთვის გაგზავნილ წერილში განმარტა. გაირკვა, რომ ომში მყოფ ქვეყანას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წელს ამერიკის შეერთებული შტატები და ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს აღარ უჭერს. უკრაინის პრეზიდენტი ახლა მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას ითხოვს. უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატოში გაწევრიანება. ეს არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპელი კოლეგების, ასევე სხვა ქვეყნების, კანადის, იაპონიის უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას თავიდან ავირიდოთ კიდევ ერთი რუსული შემოჭრა და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია.
უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა მოსკოვისთვის სამშვიდობო შეთანხმების დადების მთავარი პირობაა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მედიასთან სატელეფონო კომენტარში გააკეთა. ბუნებრივია ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა სხვებთან შედარებით განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს. მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების მომლაპარაკებლებს, ევროპელებს და უკრაინელებს შორის. ამ დრომდე უცნობია რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკრაინა მოკავშირეებისგან, მას შემდეგ რაც კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანზე და ბუქარესტის და ვილნიუსის დეკლარაციებში ასახულ დაპირებაზე უარს იტყვის. ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისთვის საყენებული პირობების და ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს, კანცლერს და პარლამენტის წევრებს ესაუბრა. 10 წუთიანი ჯოჯოხეთის სიდნეის ცენტრში ბოლო 10 წლეულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობა. ტერორისტი მამაშვილი, ერთი გმირი, 40 დაჭრილი და 15 მოკლული, მათგან ერთი 10 წლის გოგონაა. ორმა მამაკაცმა ცეცხლი ჰანკის დღესასწაულზე გახსნა. ყველა ნიშანი არსებობს, რომ ეს იყო ანტისემიტური თავდასხმა და ტერორისტული აქტი. 50 წლის საჯი მაკრამი ადგილზე მოკლეს, 24 წლის ნავიდ აკრამი კი მძიმედ არის დაჭრილი. აღმოჩნდა, რომ ის თავისი ექსტრემისტული შეხედულებების გამო ადრე მოხდა სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში. გამოძიება არ საუბრობს მათ წარმომავლობაზე, თუმცა მათი გვარი გავრცელებულია პაკისტანსა და ავღანეთში. სავარაუდოდ მუსულმანია აჰმედ ალ-აჰმედი სიდნეიში მცხოვრები 53 წლის მამაკაცი, რომელმაც დაუჯერებელი გმირობა ჩაიდინა და ავტომატური იარაღი წაართვა ტერორისტს. ის თავადაც დაჭრილია, არის ხილის მაღაზიის მფლობელი და არანაირი სამხედრო მომზადება არ ქონია გავლილი. მომხდარს მთელი მსოფლიო ეხმაურება. ავსტრალიაში მომხდარი ტერორისტული აქტის მასშტაბის შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო, რადგან გავრცელებული ინფორმაციით მამაშვილს ავტომანქანაში უპოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებებიც. სიდნეი 18 საათი და 47 წუთი ბონდის სანაპიროზე მხარე ამ ისტორიულ პარკში საჯით და ნავით აკრამები სწორედ მაშინ მივიდნენ, როდესაც ქალაქის ისრაელელი თემი რელიგიურ დღესასწაულს ხანუქას აღნიშნავდა. პოზიციების დაკავების შემდეგ თავდამსხმელებმა 1000-მდე ადამიანის მიმართულებით ცეცხლი ავტომატებიდან გახსნეს. 6 წუთზე ნაკლებ დროში ქალაქის ცენტრალური ნაწილი ადამიანების ცხედრებით და დაჭრილებით გადაივსო. დავინახე ადამიანის ტვინის ფრაგმენტები, გზის სავალ ნაწილზე ეგდო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო. ბავშვობის ტირილის ხმა ისმოდა, დაახლოებით 8 წლის გოგონა მიწაზე დედასთან ერთად იწვა. დაჭრილები იყვნენ და ვერ მოახერხეს გაქცევა. სახლში ვიყავი, როდესაც ფეიერვერკის აფეთქების მსგავსი აფეთქების ხმა გავიგონე. ეს ბევრჯერ განმეორდა. ჟალუზები გავხსენი და დავინახე თუ როგორ ესროლეს და მოკლეს ხანში შესული ქალბატონი. ის ასფალტზე დავარდა, მის გვერდით დავარდა და ვერ დგებოდა ასაკოვანი კაციც. ვერ ახერხებდა ფეხსი ადგომას. მამაშვილმა 10-დან 87 წლამდე ასაკის 15 ადამიანი მოკლა. ტერორისტულ აქტს 10 წლის გოგონა ემსხვერპლა. მძიმეა დაჭრილი 10-ობით ადამიანის მდგომარეობა. მათი სიცოცხლის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ვიდრე მოქალაქეები თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდნენ, ტერორისტების შეჩერება ერთ-ერთმა გამვლელმა სცადა. 43 წლის სირიელი მამაკაცი შეიარაღებულ თავდამსხმელს მიეჭრა და ავტომატი ხელიდან წაართვა, თუმცა მალევე თავად მძიმედ დაიჭრა. თავდასხმის შესახებ მიღებული შეტყობინების შემდეგ ადგილზე ასობით პოლიციელი მობილიზდა. პარკის ტერიტორიაზე დაჭრილ ადამიანებს მედიკოსების მისვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ ოფიცრებმა აღმოუჩინეს. ინციდენტში ჩართული იყო 2 დამნაშავე, ერთი ლიკვიდირებულია, მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიების ფარგლებში 2 ჩხრეკა ჩავატარეთ. 50 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებული მფლობელი აღმოჩნდა. თავდამსხმელების იდენტიფიცირების შემდეგ ძალოვანებმა რეიდი 2 კონკრეტულ მისამართზე დაიწყეს. ჩხრეკის შემდეგ გაირკვა, რომ მოკლულ თავდამსხმელს იარაღის ტარების და შენახვის ლიცენზია ჰქონდა მიღებული. ცნობილია ისიც, რომ საჯიდ აკრამი 2019 წელს ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით 9 თვის განმავლობაში იკითხებოდა.
ამ დრომდე პასუხგაუცემელია შეკითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილი პირის სახლში 6 სხვადასხვა სახის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ მთავრობა ქვეყანაში იარაღის შესახებ არსებულ კანონს გაამკაცრებს. ბნელი დღე ავსტრალიის ისტორიაში სუფთა ბოროტების, ტერორისა და ანტისემიტიზმის აქტი. ზომებს შორისაა ფიზიკური პირებისთვის გამოსაყენებელი ან ლიცენზირებული იარაღის რაოდენობის შეზღუდვა და გარკვეული პერიოდულობით ლიცენზიების გადახედვა. ადამიანები იცვლებიან. ადამიანები შეიძლება რადიკალურები გახდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიები არ უნდა იყოს უბადო. სიდნეის ისრაელელი თემის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტიდან მალევე მომხდარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეაფასა და ავსტრალიის ხელისუფლება ქვეყანაში ანტისემიტიზმის წახალისებაში ღიად დაადანაშაულა. თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, რათა კიბოს უჯრედები შეგეკავებინათ, რომლებიც თქვენს ქვეყანაში იზრდებოდა. არ გადაგიდგამთ არც ერთი ნაბიჯი, თქვენ მიეცით ამ დაავადებას გავრცელების საშუალება და შედეგად მივიღეთ ის საშინელი თავდასხმები ებრაელ ხალხზე, რომლებიც დღეს ვიხილეთ. ანტისემიტიზმით მოტივირებული ტერაქტი უკვე დაგმო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ავსტრალიას და ისრაელელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. ეს თავდასხმა ცხადია ანტისემიტური იყო. იქ ახლა საშინელი სიტუაცია. დაფიქრდით ამაზე. ალბათ წაიკითხავდით, რომ ავსტრალიაში ერთი ძალიან მამაცი ადამიანი პირდაპირ მიეჭრა ერთ-ერთ მსროლელს და ამით ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს ძალიან მამაცი პიროვნება ამჟამად საავადმყოფოშია და სერიოზულად არის დაშავებული. მას დიდ პატივს ვცემ. ძალადობის და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამოდის ოფიციალური თბილისიც. მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაგმო და მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაზარალებულების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და ავსტრალიის მთავრობას ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. სად არის საქართველოს ადგილი მსოფლიო გეოპოლიტიკურ ძვრებში და რას აკეთებს ევროკავშირი, რომ შეინარჩუნოს თავისი პარტნიორი? ევროპა ახლა რამდენიმე სტრატეგიული გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში ეს არის მისი უსაფრთხოება. ამერიკა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ევროპამ თავად უნდა იტვირთოს საკუთარი თავდაცვის დიდი ნაწილი. ამას სჭირდება საკუთარი სამხედრო წარმოება და ბიუჯეტი. ევროპას აწევს უკრაინის ომის ტვირთიც, რის გამოც ევროკავშირის აზრები ორად არის გაყოფილი. შეერაღებული კონფლიქტის გარდა სახეზეა სავაჭრო ომებიც, სადაც ვაშინგტონი უკვე ნაკლებად ითვალისწინებს ევროპის ინტერესებს. ამას ემატება ტექნოლოგიური ჩამორჩენა, შიდა პოლიტიკური განხეთქილებები და ევროსკეპტიკოსების მაღალი რეიტინგი. ევროკავშირის ერთიანობა, რომელიც მთავარი ძალა იყო, ახლა მისი ყველაზე სუსტი წერტილია. რას აკეთებს ამ დროს ამ ფონზე ბრიუსელი? ცდილობს ძველ მოკავშირეებთან ურთიერთობა დაალაგოს თუ ისევ გადასულია უსაფუძვლო ბრალდებებზე. საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყველა ობიექტური კვლევით, მათ შორის თავად ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე წინ არის, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია მუდმივად აკრიტიკებს და წერს, რომ საქართველოში სერიოზული უკუსლაა. არ ჩერდება არც მარტა კოსიც. ევროკომისარი ისევ საუბრობს არასამთავრობო სექტორის დახმარებაზე და არ თulis, რომ ბრიუსელს ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან თავად აქვს დასალაგებელი. თბილისში კი აცხადება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებაში მთავარი როლი სწორედ ევრობიუროკრატებს მიუძღვით. ესეთი განცხადება, რომელიც მარტა კოსისაგან მოვისმინეთ, არის სამაგალითო, როდესაც თქვათ გინდა ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ. თვალთმაქცობა პოლიტიკაში. მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ ეს არის მარტა კოსის იმ განცხადების სათაური, რომლითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბრიუსელი რიტორიკას არ ცვლის და საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას განაგრძობს იმაში, რაც თავად ევროკავშირმა უარგუმენტოდ გააკეთა. ყოველ დღე ევროკომისია აქვეყნებს კვლევების შედეგებს, სადაც საქართველოს მონაცემები ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს, ყველა მიმართულებით, პოლიტიკური თუ ეკონომიკური. და ამ დროს მარტა კოსი ჯიუტად მაინც აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ქვია საქართველოს აი ამ სისხლისგულაში ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში ვართ, განვაახლოთ ხვალვე ნებისმიერი მიმართულებით მოლაპარაკებები. მე კომუნიზმის შვილი ვარ და შემდეგ ევროკავშირში შევედი, ისე როგორც ჩემი ქვეყანა.
კომუნიზმის შვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. ევროკომისარმა დღეს ბრიუსელიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასურველი მედიის დაფინანსება კიდევ ერთხელ დაანონსა. ჩვენ ველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას და ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას, თუმცა ეს მათ ხელშია. სლოვენიელი პოლიტიკოსის ეს განცხადება ერთმნიშვნელოვნად მოსწონს და მის შინაარს სრულად იზიარებს ქართული ოპოზიცია. მარტაკოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ, ნამდვილი მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა შეასრულებს ყველა იმ ნაკის ვალდებულებას. ის რომ თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ხელშია საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ქართული ოცნება დღეს მართავს ქვეყანას, ამიტომ მასზე არის დამოკიდებული საქართველოს საგარეო კურსიც. ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა, ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებაზე. ქართულმა ოცნებამ მარტაკოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ევროპული გეზი სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა. სახელისუფლებო პარტიაში იმედიც გამოითქვა, რომ დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს დაუბრუნდება, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი. ევროკავშირს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა. ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ევროკავშირთან დაკავშირებით, იმ სამწუხარო რეგრესთან დაკავშირებით, რომელსაც თავად ევროკავშირი განიცდის. ევროპული სახელმწიფოების ხალხების ნება-სურვილი და ბრიუსელის ნება-სურვილი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ევროკავშირიდან გვესმის ძალიან სამწუხარო მსჯელობა და წიაღსვლები, რომ თურმე კანონიერი გზები კი არა, უკანონო გზები არის მათი მხრიდან მოსაძებნი იმისთვის, რომ კვლავ წაახალისონ რადიკალიზმი. მარტაკოსმა საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობა რეალურად პროდასავლური ქართული ოცნება ყოფილი მმართველი პარტიის ორმაგ სტანდარტებს იხსენებს. სიტყვით პროდასავლური საქმით კი რუსული ინტერესების გამტარებელი. ამჯერად საუბარი არ არის 2008 წლის ომზე და დაკარგულ ტერიტორიებზე. საუბარია ომის შემდეგ რიტორიკაზე და იმ განცხადებებზე, რომელთაც აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი. ვაჭრობა რუსეთთან, უვიზო მიმოსვლა, რუსული ინვესტიციების მოზიდვა, ქართული პროდუქტის გატანა რუსეთში და ცნობილი ფრაზა, რომ ფულს სუნი არ აქვს. ამის მაგალითია ქვეყნის აქტივებში რუსული კაპიტალის შემოყვანა და რუსული კონტროლი საქართველოს ენერგოობიექტებში. ამას მაშინაც და დღესაც სააკაშვილის პარტია საბაზრო გარიგებებს უწოდებს. Те россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями, делают бизнес, мы очень приветствуем. რუსული ოკუპაციიდან მალევე რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთის მოქალაქეს რუსულ ენაზე და რუსეთთან მეგობრობაზე მოსაუბრე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი დახვდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ოკუპანტ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ალაპარაკდა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მოადგილის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანა ნაციონალური მოძრაობის ის მაღალჩინოსნებიც, ვინც რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე ექსპორტსა თუ რუსი დიპლომატების მიმართ სიმპათიებზე ღიად და თამამად საუბრობდნენ, რაც ლევან მაჭავარიანის თქმით ნაციონალური მოძრაობის პროდასავლურობის მითს ანგრევს. ეს არის ახალი რუსეთი, რომელთანაც აუცილებლად შეძლებს მეგობრობაში. გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში, თუმცა ვაჭრობის კუთხით ნებისმიერ ამის შეუძლია შემოიტანონ. ყველაზე ძლიერი დიპლომატი ვინ არის, ვისთანაც ქონიათ ურთიერთობა. უკომენტაროდ და უსიტყვოდ ლავროვი. ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი. ვიზო მიმოსვლა გავაკეთეთ იმისაც, რომ რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ჩამოსვლით. სააკაშვილის პარტიაში აღიარებენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკის, ბიზნესის თუ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობისთვის კონკრეტული ნაბიჯები სააკაშვილის ხელმძღვანელობით მართლაც გადადგეს. იმის მიუხედავად, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად და საჯაროდ საუბრობდნენ რუსეთთან პოლიტიკური კავშირების გაძლიერებაზე, დღეს ნაცმოძრაობაში მაინც ამტკიცებენ, რომ თანამშრომლობა მხოლოდ არაპოლიტიკურ სივრცეებს ეხებოდა.
Რაღაც ტიპის ბიზნეს ურთიერთობა იყო კულტურული ურთიერთობაც. კონტექსტი არის მეთქი გასათვალისწინებელი თქო. მაშინ ომის შემდგომ მთელი საერთაშორისო ეწოლა ის იყო რომ ჩვენ რაღაც დონეზე გვეჩვენებინა რომ აი მაგალითად ქსენოფობიური დამოკიდებულება კი არ გვამოძრავებდა რუსეთთან მიმართებაში. არამედ არსებობდა კონკრეტული არაპოლიტიკური ნაკლებად პოლიტიკური სივრცეები, სადაც შეგვეძლო პოტენციურად გვეთანამშრომლა. ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში ნაციონალური მოძრაობა დღეს სახელისუფლებო გუნდიდან კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. მოქმედმა ხელისუფლებამ ყოფილ აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის ფაქტები და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი ის პირობები შეახსენა, რომელიც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაში დაეხმარა. ამ დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე მართველი ძალა მიიჩნევს, რომ ექს-პრეზიდენტის პარტიას მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულების მორალური უფლებაც არ აქვს. 2008 წლის ომი დასრულებული არ იყო, მიაყიდა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთს პრაქტიკულად ყველა მსხვილი ენერგო ობიექტი, სტრატეგიული ობიექტი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილი ყვინის ბოთლით ხელში როგორ ებატიჯებოდა საქართველოში რუს ტურისტებს, ეს როდესაც საკუთარი ხელით გაფუჭებულ საქმეებს ცდილობენ გადმოაბრალონ და თითქ გაიშვირონ ხელისუფლებისკენ, არადა ერთი კიცებულებას არ არსებობს. სახელისუფლებო გუნდთან ერთად ექს-პრეზიდენტს მძიმე პოლიტიკური წარსული დღეს ექს-პრემიერის პარტიიდანაც შეახსენეს. გახარიას გუნდშიც ამბობენ, რომ მათთვის ნაციონალური მოძრაობა პროდასავლური არასდროს ყოფილა. ნაცმოძრაობა პროდასავლურ ძალად არ ვიცი ვის მიაჩნია, მე ნამდვილად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ამ ქვეყანაში ზუსტად ადამიანების დევნა. რუსულ სპეცსამსახურებთან ნაცმოძრაობის მოქმედი თუ ყოფილი წევრების დღემდე არსებულ კავშირზე საუბრობენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. უმრავლესობას ერთ-ერთ მაგალითად ელენე ხოშტარია და რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება მოყავს, რომელსაც მათივე თქმით არც თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უარყოფს. ერთ-ერთი მათგანი დღემდე იღებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან თანხებს და არც უმალავს ამას. ასე რომ ნაცმოძრაობის პარტია ადრეც იყო კავშირში რუსეთის შესაბამის სპეცსამსახურებთან და დღესაც არის კავშირში. ამ ეპიზოდის უკანდეს თავარი დანაშაული და ბოროტება. ჩვენი გმირების ცხედრები ჯერ გაციებული არ იყო და შენ ტაშფანდური ატეხე ემისათვის, რათა რუსეთის აგრესიისაგან თავი აგეზღვია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანენ მომღერლები, ტელეწამყვანები და უკვე განსასჯელი სკამზე მყოფი მსოფლიო ბანი, რომელმაც დაისიდან არია სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინ შეასრულა. ნაციონალური მოძრაობა დღეს სხვა მიმართულებითაც გახდა ქართული ოცნების კრიტიკის ობიექტი, ამჯერად საუბარი წარსულზე არ არის. როგორ ხარჯავს თანხებს სააკაშვილის პარტია ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისთვის. ფარას მეშვეობით ყველაფერი საჯარო ხდება, მათ შორის ის თუ რის ხარჯზე კეთდება ანტიქართული განცხადებები ცალკეული ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან, ან როგორ ხდება ამერიკულ მედიაში შესაბამისი სტატიები. ფული კრიტიკული ტექსტების სანაცვლოდ, მხოლოდ ბოლო ტრანზაქციებით ნაციონალურ მოძრაობას ლობისტებისთვის მილიონი აქვს გადახდილი. თანხა ნაწილდება მათ შორის იმ ცნობილ გამოცემებზე, რომლებიც იმ ნარატივებს იმეორებენ, რომლებითაც გამოირჩევა მაგალითად კონგრესმენი ჯო ვილსონი. საქართველოს სამწუხაროდ იმ დეზინფორმაციის სამიზნეა, რომელსაც სწორედ ეს მედია საშუალებებიც უერთდებიან. პოლიტიკო როიტერი და ვაშინგტონ ეგზემაინერი ეს იმ უცხოური გამოცემების ჩამონათვალია, რომელზეც პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობს. ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს გამოცემები ფარასიმ დოკუმენტებშიც ფიგურირებს, რომლის ლობისტური მომსახურებითაც ნაციონალური მოძრაობა სარგებლობდა და მილიონ ლარამდე თანხაც აქვს გადახდილი. ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ კრიტიკული სტატიები და გამოცემების სათაურები სწორედ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილია. ნაციონალურ მოძრაობას მილიონამდე ლარი აქვს გადახდილი იმაში, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს საქართველოს წინააღმდეგ. მათ შორის ალბათ საკმაოდ ხმაურიანი სტატიები გაგვახსენდება პოლიტიკოს როიტერსის და მათ შორის ვაშინგტონ ეგზემაინერის, რომელმაც BBC-ს ის ტყუილებით ახსავს სიუჟეტი პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით მარტივად აიტაცა და გაავრცელა. სწორედ ეს მედია საშუალებები არის, რომელიც ფარას დოკუმენტში არის მოხსენიებული, ვისთანაც ნაციონალური მოძრაობა ლობირების იმ კამპანიის ფარგლებში მუშაობდა და რა თქმა უნდა ავრცელებდა დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ.
ფარას დოკუმენტების მიხედვით ნაციონალური მოძრაობის ლობისტურ კამპანიას ნელსონ მალინსი ხელმძღვანელობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ლობისტური კამპანიის ნაწილია სხვადასხვა უცხოურ გამოცემაში შეკვეთილი მასალების განთავსებაც. ლობიზმში მილიონ ლარამდე თანხის გადახდას მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ადასტურებენ, თუმცა შეკვეთილ სტატიებთან კავშირს უარყოფენ. ლობიზმში თანხას ვუყით იმიტომ, რომ საქართველოს არ დაკარგოს კონტაქტი პოლიტიკურ საზოგადოებასთან ამერიკაში. სტატიები როგორ შეიძლება შეიძლება იყოს, ჩვენ მაგაში ფულს არ ვუყით, როგორ შეიძლება თქვენ პოლიტიკოსთან მივიდივართ და ფულს ვაძლევთ და უკვეთავ სტატია. ეს გამოცემები საუბრობენ იმ ფაქტებზე, რომელიც არსებობს. მათ აქვს თავიანთი ჟურნალისტური სტანდარტი და ეთიკა. ეს არის ზუსტად სუბიექტური შეხედულება. რაღაცა კონკრეტული სტატია შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის აცდენილი რეალობას, რაღაცა კონკრეტული შეიძლება ესე არ იყოს. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ სიცრუით და დეზინფორმაციით სახელმწიფოს საგარეო იმიჯის შელახვას პოლიტიკურის გარდა სამართლებრივ ჭრილში შეფასებაც სჭირდება. ჩვენ როდესაც ვხედავთ კონკრეტული რადიკალური ძალის მიერ გადახდილ უზარმაზარ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ პირდაპირ მიზანმიმართულად დაზიანდეს სახელმწიფო ინტერესი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის გამოძიების საკითხი და მიმაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები უნდა იქნეს გატარებული. ის სტატიები იქნება, ეს არ ვიცი, შესაძლოა რაღაც დოკუმენტური ფილმის სიუჟეტები თუ ასე შემდგომ, რასაც ხშირად ვიხევთ, ესე ვთქვათ, საერთაშორისო არენაზე, ყველაფერი ეს არის ლობისტური საქმიანობის შედეგად გავრცელებული მასალები, ხო? ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთზე მიუთითებს, რომ ეს რადიკალები ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დააზიანონ ქვეყნის საგარეო იმიჯი. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ფარას დოკუმენტებს ყოველ 6 თვეში აქვეყნებს. ნაციონალური მოძრაობის ბოლო ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. სააკაშვილის პარტიის ინტერესი ამ შემთხვევაში მედია საშუალებებთან, ჟურნალისტებთან, სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის უშუალოდ ჯო ვილსონთან შეხვედრების ორგანიზება იყო. ფილოსოფოსის მორიგი ვრცელი წერილი Deep State-ზე მსოფლიოს გავლენიან ოჯახებზე და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რომელიც შათირიშვილის აზრით რეალურად ჭრილოვანი მმართველობის დაკვეთას ასრულებს და ჩართულია მხოლოდ ამ ძალების რებრენდინგის პროცესში. შათირიშვილის აზრით მოლოდინმა არ გაამართლა და ბაიდენის შემდეგ ტრამპიც 10-15 ოჯახის გავლენის ქვეშაა, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიო ეკონომიკის დიდ წილს. ფილოსოფოსის კიდევ ერთი აქცენტი არის ახლა მიმდინარეობს სპექტაკლის მეორე ნაწილი, სადაც კორპორაციული მმართველობა ცდილობს დემოკრატიას საბოლოოდ ჩაანაცვლოს და ამას უკვე აკეთებს ევროკავშირის ბიუროკრატიის ხელით. ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მორიგი ვრცელი წერილი კვლავ ეგრეთ წოდებულ Deep State-სა და მისი რებრენდინგის მცდელობას მიუძღვნა. გამოქვეყნებულ ტექსტში შათირიშვილი ვრცლად საუბრობს შტატებში 10 ოლიგარქიული ოჯახის იმ უხილავ გავლენებსა და პოლიტიკურ მისწრაფებებზე, რომლებმაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მხოლოდ იმიჯი შეიცვალეს. ფილოსოფოსის მტკიცებით, BlackRock და Vanguard ის კორპორაციებია, რომლებსაც ათეულობით ტრილიონი კაპიტალი გააჩნიათ და მსოფლიო პოლიტიკაში პროცესებს საკუთარი ინტერესების ამებრ განკარგავენ. სწორედ BlackRock-ის მმართველი დირექტორის გამოჩენა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შექმნილ მოლაპარაკებების მაგიდაზე ფილოსოფოსისთვის ამის ნათელი დადასტურებაა. კარგად გახსოვთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა LGBT იდეოლოგიას, იმუქრებოდა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა, ვინც ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანგრევაში მონაწილეობდა. ხო, საოცრებავ, იცით რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? იცით რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ? რესპუბლიკური პარტიის კვოტით დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეები დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი. გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი არ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზობიერად წყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და ვუდკოპს მათივე ეროვნების გავლენიანი პირი ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის BlackRock-ის მმართველი ლარი ფინკი შეუერთდა. ნუ რა გამოდის, არაფორმალური მმართველობის უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს. პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს, ამიტომ მინდა მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელ Deep State-ს ებრძვის. ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუარგოლის მენეჯერებს, ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდელებს, წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა, ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.
BlackRock-ის მონაწილეობა ევროპის ახალი არქიტექტურის შექმნაში შათირიშვილის აზრით ეგრეთ წოდებული Deep State-ის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ სამომავლოდ ოლიგარქიული ოჯახები ევროპის კონტინენტზე ახალი მმართველობის სტილის გატესტვას გეგმავენ. საუბარია კორპორაციულ მმართველობაზე, რომელმაც წარმომადგენლობითი დემოკრატია უნდა ჩაანაცვლოს. მიზნის მისაღწევად შათირიშვილის თქმით, ევროკავშირის არსებული სახით დემონტაჟი უნდა მოხდეს. აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელია მიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას და სწორედ ახლა თავიანთი გაფუჭებული სააშკარაოზე გამოტანით და წვრილ ფეხა აგენტებზე სხვა ევროპული ქვეყნის მეთაურებსა და ევროკავშირის აგენტურულ ხელმძღვანელობაზე გადაბრალებით მათ სისრულეში მოჰყავთ გეგმის შემდეგი ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის დაშლა, ქვეყანათა შორის არსებული ეკონომიკური კავშირების საბოლოოდ გათიშვა და გაერთიანების გაუქმება უნდა მოჰყვეს. აკი გაჟონა კიდეც მედიაში საიდუმლო გეგმამ, რომელიც ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოსვლას ითვალისწინებს. საბოლოოდ ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების, გერმანიის, საფრანგეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკაზე არიან მთლიანად დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაშინ, როდესაც უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იქნება, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთა რეიტინგი დღეს 15%-ის ფარგლებში მერყეობს და ცხადია, ესეც Deep State-ის მიერ დალაგებული გეგმის ნაწილია. ვეღარ აიღებენ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ქვეყნის მართვაზე. ისინი მიმდინარე პროცესებით სრულად იძარცვებიან მინიმალური ლეგიტიმაციისგან, ამიტომ დღის წესრიგში დადგება არსებული ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სისტემის, სახელმწიფოს ინსტიტუციის სრულად გაუქმების და ახალი მოდელის დაფუძნების საკითხი. ახალი მოდელი კი იქნება კორპორაციული მმართველობა. ჩემი გათვლებით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ეს მოდელი საცდელად ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება. შათირიშვილის ნააზრევს არარელევანტურად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ Deep State-ი არ არსებობს. ტრამპის მიერ ნახსენები უხილავი გავლენები კი შტატებში არსებულ ბიუროკრატიას უკავშირდება. რეალურად Deep State-ზე როცა საუბრობდა ტრამპი, ამ Deep State-ს არ გულისხმობდა, რასაც გულისხმობდა მეკითხარით. ამიტომაც თავისთავად დაშვება არის არასწორი, რომ თითქოს რაღაც Deep State-ი მართავს ვინმეს და მერე რებრენდინგი ხდება. მრავალწლიანი კონსპირაციის თეორიებს ანთხოვს ხოლმე, არავითარ კომენტარის გაკეთებას ზაზა შათირიშვილის ნათქვამზე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ნულოვან პატივს ვცემ იმ სიტყვას. Deep State-ის გავლენებზე მართველი ძალა წლებია საუბრობს, თუმცა როგორც თავად განმარტავენ, ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევიან. სახელმწიფო გუნდში შტატებს მსოფლიოში დემოკრატიის მთავარ გამავრცელებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას მიესალმებიან. ტრამპის პოლიტიკა განცხადებების დონეზე ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ემთხვევა ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ველოდებით მისგან და მისი ადმინისტრაციისგან ნაბიჯების გადადგმას, რაც ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის, თუმცა აქ დამოემედებელი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკა ემთხვევა როგორც ჩვენი, ასევე დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ის იყო ყოველთვის მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესებისა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მოვერიდებით ამერიკის შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვას. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ საქართველო მოწადინებულია და ხელისუფლება მოწადინებულია იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს და კვლავ დაუბრუნდეს იმ ძველ ნიშნულს, რომელიც ჩვენ გვქონდა ყოველთვის. ზაზა შათირიშვილი ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენებზე წერილებს პერმანენტულად ავრცელებს. ფილოსოფოსი დარწმუნებულია, რომ ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება ქვეყნის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია. 2025 წლის ნოემბერში ექსპორტი წინა წლის ნოემბერთან შედარებით 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა 782 მილიონი დოლარი შეადგინა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23 მილიარდი დოლარია. ექსპორტი გაზრდილია 10.1%-ით, იმპორტი კი 9.3%-ით. 9.5%-ით გაიზარდა ბრუნვის მოცულობა და 23 მილიარდ
200 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დათვალა. საქსტატის ინფორმაციით, იანვრიდან ნოემბრამდე ბრუნვის მოცულობა 23 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 9.5%-ით მეტია. რეკორდულია ნოემბრის სტატისტიკა. გასულ წელთან შედარებით მონაცემები 44%-ით გაიზარდა და 782 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 11 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტის მოცულობა გაზრდილია 10%-ით და 6 მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, სახეზე გვაქვს 9.3%-იანი და აღნიშნული მაჩვენებელი 16 მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდულ ციფრებზე აკეთებენ აქცენტს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ექსპორტის მოცულობა 2024 წლის დაჯამებულ სტატისტიკას უკვე აჭარბებს. 2025 წლის ნოემბრის თვეში ექსპორტი 44%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობა 782 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ერთი თვის განმავლობაში აქამდე არ დაფიქსირებულა ექსპორტის მიმართულებით. თუ შევხედავთ 11 თვის მაჩვენებლებს, აქაც რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და 11 თვის მონაცემებით ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს. წარმატებული გამოდგა ნოემბერი საქართველოს საგარეო ვაჭრობისათვის, დაფიქსირდა თვის აბსოლუტური რეკორდი ექსპორტის თვალსაზრისით 782 მილიონ დოლარს გადააჭარბა ექსპორტმა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი არც ერთ წელს არც ერთ თვეში არ ყოფილა ასეთი მაღალი მაჩვენებელი და საქართველოს აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს ექსპორტის ზრდას. გაორმაგებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც. ექსპერტები დადებით დინამიკას საქართველოში ადგილობრივი წარმოების ზრდას და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უკავშირებენ. ექსპორტის მატებამ ნოემბერში 4-ჯერ გადააჭარბა იმპორტის მატების მაჩვენებელს. შარშანდელ წელთან შედარებით ყოველი $100 იმპორტზე ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით $17. ეს საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი უმჯობესდება. საგარეო ვაჭრობის მონაცემების პარალელურად ეკონომიკური ზრდის ოფიციალურ მაჩვენებლებს საქსტატი თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. არქიმანდრით დოროთე ყურაშვილს მღვდელ მოქმედების უფლება შეუჩერდა. ინფორმაცია საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ არქიმანდრით დოროთეს მღვდელ მოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზის დარღვევისთვის შეუჩერდა. მანამდე ოქტომბერში დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრებად გაათავისუფლეს. ის მაშინ მღვდელმსახურის სტატუსით გადაყვანილი იყო სამების საპატრიარქო ტაძარში. მორიგის სპეცოპერაცია ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგები ცენტრი კვლავ ფონიჭალა. მხოლოდ ერთი სახლიდან ამოღებულია 300 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 500 ფსიქოტროპიული აბი. ნივთკიცებებში იდეებს სარეალიზაციოდ გამზადებული მეტადონი, ალფა, PVP, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და გამომშრალი მარიხუანა. დაკავებულ მამაკაცს 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ელის. დღეს კურიერი ფონიჭალაში იყო ჩასული. დაფასოებული ნარკოტიკი, რომელიც ამ კადრებში ჩანს, სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. კურიერის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები, ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემის ან სამალავებში დადების მეთოდით უნდა გაყიდულიყო. ნარკოდანაშაულის ფაქტი პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე აღკვეთა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და ფონიჭალაში გამსახურდიას ქუჩაზე მობილიზდნენ. ამ სახლიდან 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 ფსიქოტროპული აბია ამოღებული. დაკავებულია 34 წლის მამაკაცი. კურიერის ინფორმაციით ის ბაშირ ალასკაროვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულის მთავარი მტკიცებულებები ალასკაროვს სამზარეულოს ჭურჭელში ქონა დამალული. ფონიჭალაში ალასკაროვის დაკავებაზე საუბარს ყველა თავს არიდებს. საპოლიციო ღონისძიების დეტალები კურიერთან დაკავებულის მეზობელმა გაიხსენა. ქალმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკისას სახლიდან კონკრეტული ნივთმტკიცებები გამოიტანეს. მე ამ ბიჭის მეზობელი ვარ, არ ვიცი რატომ მოვიდნენ პოლიციელები, რომ წაიყვანეს მაშინ გავიგეთ მიზეზი. ახლოს არ გვიშვებდნენ, სულ პოლიციელები იდგნენ. რაღაცეები გამოიტანეს, მაგრამ რა იყო ვერ დავინახე. ალბათ ვიღაცამ უთხრა პოლიციას და მაგიტომ დააკავეს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ადვოკატის ინფორმაციით დანაშაულს აღიარებს. ბაშირ ალასკაროვს ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა. შეგეს დროს იპოვეს და აღიარებს. რა ვიცი, ხა მეტი რა უნდა გითხრა. ახლა ისეც ვერაფერს ვერ გეტყვით. 34 წლის მამაკაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ალასკაროვის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლით მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს კომენტარი გააკეთა. ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ თითოეული ფაქტის გამოვლენის მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამინისტრო შეურიგებელ ბრძოლას გააგრძელებს ნარკოდანაშაულთა ნარკოტიკების გავრცელებასთან იმისათვის, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე თავს სთონდეს დაცულად და ადამიანები, რომლებიც ყიდიან სიკვდილს, მათ მიიღონ უკაცესი სასჯელი. ბოლო დღეებში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. სამართალდამცველები დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების დასადგენად ამ დრომდე მუშაობენ. ლივერპულში დაწყებული ზღაპარი ლეგენდარული ჯგუფის ახალი ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Disney Plus-მა აღადგინა. ეს არის Beatles-ის ანთოლოგია დღემდე უცნობი კადრებით და ისტორიებით. დიდი 4 თეულის სწრაფი აღმავლობა. ჯერ ინგლისისა და გერმანიის პატარა კლუბების, შემდეგ მსოფლიო პოპულარობა, მეგობრობა, კონფლიქტები, ჯგუფის დაშლა და სოლო კარიერები. ახალი ტექნოლოგიებით აღდგენილ კადრებს მე-9 ეპიზოდი დაემატა სრულიად განსხვავებული ფინალით. We proudly present the Beatles. ლივერპულიდან მსოფლიო სცენამდე. ჯგუფი, რომელმაც დროის საზღვრები გაარღვია, მუსიკის ისტორია სამუდამოდ შეცვალა და საკუთარი იდენტობა შექმნა. ეს ბითლზია, ლივერპულელ 4-ეულად წოდებული ჯგუფი, რომელმაც ყველა კონტინენტი დაიპყრო და შეაღწია ყველგან, სადაც რადიო მიმღები იდგა. შექმნა ისტორია, ლეგენდა და ანთროლოგია. გააერთიანა მილიონობით გულშემატკივარი და მომავალ თაობას შთააგონა, თავადაც შექმნან რაღაც მარადიული. მარადიული 4-ეული ისევ ეკრანებზეა. დოკუმენტური ფილმი Beatles-ის ანთოლოგია 30 წლის შემდეგ Disney Plus-ის სტუდიამ აღადგინა. განსხვავებული ჟღერადობა, ფერები, უცნობი ისტორიები და კადრები, რომელსაც მაყურებელი პირველად ნახავს. ეს არის ისტორია ბიჭებზე, რომლებიც საერთო ოცნებამ გაერთიანა და მსოფლიოში სახელი გაითქვეს. Beatles-ის ანთოლოგია განსაკუთრებული პროექტია. აქ ყველაფერი სწორედ მათი სიტყვებით არის მოთხრობილი. Beatles-ის ანთოლოგია პირველად 1995 წელს შეიქმნა და ისტორია თავად ჯგუფის წევრების მონათხრობით გვიამბო. სერია 8 ეპიზოდისგან შედგებოდა და ქრონოლოგიურად ასახავდა ჯგუფის გზას ლივერპულიდან მსოფლიო პოპულარობამდე, რომელიც საბოლოოდ დაიშალა. 1995 წლის დოკუმენტური სერიალის აღდგენილ ვერსიაში დამატებით 1 საათიანი ნაწილია, როგორც ახალი ფინალი. მე-9 ეპიზოდი ყურადღებას 90-იან წლებში პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის შეკრებაზე ამახვილებს და მაყურებელს Beatles-ების სულ სხვანაირ პორტრეტს აჩვენებს. ის პასუხობს კითხვებს, თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანისთვის ბენდში ყოფნა, როგორ გადალახეს პოპულარობის ტალღა და როგორ ებრძოდნენ პირად ცხოვრებასა და გლობალურ სცენას შორის გაჩენილ დაბრკოლებას. მე-9 ეპიზოდის რეჟისორი ბრიტანელი კინემატოგრაფისტი ოლივერ მიურეია, რომელმაც ლეგენდარული ისტორია ახალი ფინალით დაასრულა. მე-9 ეპიზოდის იდეა იყო არაუბრალოდ ქრონოლოგიის გაგრძელება, არამედ იმის ჩვენება, თუ რას ნიშნავდა Beatles-ში ყოფნა, მეგობრობა, მოგონებები და საერთო გამოცდილება. გვინდოდა ისტორია უფრო თბილი, ადამიანური ფინალით დაგვესრულებინა. ეპიზოდში გამოყენებულია აქამდე უცნობი კადრები Abbey Road-ის სტუდიიდან, სადაც ჯგუფის წევრები მუშაობენ სიმღერებზე Free as a Bird და Real Love. დოკუმენტური ფილმი აჩვენებს არა მხოლოდ მუსიკალურ პროცესს, არამედ მეგობრობას, იუმორსა და ემოციურ კავშირს, რომელიც Beatles-ის წევრებს წლების შემდეგაც აკავშირებდა. განახლებული Beatles-ის ანთოლოგია თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღდგენილი, რაც პროექტის მიზანს ამართლებს. დოკუმენტური სერია თანამედროვე მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. ასეთ იყო დღევანდელი დღე 15 დეკემბერი და კურიერი 9 საათზე. თქვენ გელით ნინო შუბლაძის ღამის კურიერი, მე კი დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.